ერთხელ ნათელი გახდა რუსი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იმყოფებოდა. ეს არის კრემლი და ეს არის პუტინი. ჩვენმა მტერმა მოახდინა თელი მობილიზაცია. შემოაგდო თავისი ბოლო ფალავანი. თქვა რომ რაც ომი თქვენ მოიპოვა, მან გადაწყვიტა მიეღწია არჩევნებზე. მთავრობა ახორციელებს არის ერთ-ერთი იგივე, რასაც რუსეთი მოსთხოვდა თავის მარიონეტულ მთავრობას. ჩამოუყანეს FSB-ში ტიკებით და მთავრობაში დაგვისვეს. მისი ქმედებები პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხავდა წყალს. დღეს საქართველოს ყავს ღიად პრორუსული მთავრობა. მისი რუსი მფარველების მეთოდები არ იცვლება. უკვე ოკუპანტ ქვეყანას მისცემული აქვს უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი. ეს პრორუსული არის თავარი პრორუსული გიზით. საქართველოს გადაედგა ნაბიჯი წინ დასავლეთისკენ, გადადგა უკან რუსეთისკენ. შეასრულა თუ არა ჩემი აზრით ივანიშვილმა დაკვეთა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება შესაძლებლობას აძლევს რუსეთს, რომ გეგმაზომიერად განახორციელოს ყველა საკუთარი ჩანაფიქრი. ცდილობს რომ საქართველოში აშენოს რუსეთი. ჩვეულებრივი პრორუსი რუსეთის სულ არის პარტნიორი ივანიშვილის. ქვეყანა მიხავს და აბარებს რუსეთს. ქართული ოცნების მხრიდან რუსული ტიპის დიქტატურის და რუსეთზე ორიენტაციის აღების შესახებ. ქართული ოცნება, რომელიც ქვეყანას აბრუნებს უფსკულში და ეს უფსკული არის რუსეთი. კრემლი დგას ამის უკან. საქართველო იქცევა რუსეთის სატელიტივით. საქართველოს ახლა ყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს. ქართული ოცნება, რომელიც არის რუსეთის მხარეს, ხელისუფლებაში ყავს ოლიგარქი რუსი ადამიანი. უკრაინასა და მოლდოვაშიც იგივე სიტუაციაა, რაც საქართველოში. იმ განსხვავებით, რომ იმათ პრორუსული ხელისუფლება არ ჰყავთ. აერჩიეს პრორუსული სტილის პოლიტიკა, პრორუსული მთავრობა, რუსული მიმართულებით მოძრაობა. რუსული რეჟიმი რუსეთისგან, რუსეთთან. ქართული ოცნება არის რუსული ოცნება. რუსული პოლიტიკა იმოქმედონ რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით. ოცნება არის პრორუსი. რუსეთის მარიონეტები არიან. რუსულმა რეჟიმამ პრორუსულ პოლიტიკას. პრორუსულმა მთავრობამ რუსეთის მიერ რუსული რეჟიმის კოპირება. რუსული ოცნება